მოგესალმებით ყველას. მაესტროს ეთერში შოუ ბიზნესის დრო დადგა. ეთერში პროგრამა ინფორმატორი. სპორტის სასახლეში გიგა კვიანტაძემ საკუთარ გულშემატკივრებს მოუყარა თავი და შეიძლება ითქვას საკმაოდ ენერგიული. დაპირებისამებრ ორ ნაწილიანი პირველი სოლო კონცერტი შესთავაზა. თავდაპირველად სცენაზე ჩვენი ესტრადის ყველა ის პოპულარული შემსრულებელი ავიდა, ვის რეპერტუარშიც გიგას სიმღერები შედის. გაზაფხულის ფერები, სიმღერას ქვია და ძალიან ყვაყოფილი ვარ სიმღერით. საერთოდ ფიქრობ, რომ კაია, გიგამ რომ მოაბა ამ ყველაფერს თავი და გააკეთა კონცერტი, იმიტომ რომ დიდი ხანი აპირებს, რომ რაღაც გააკეთოს, ჩამოაყალიბოს კონცერტის სახით და მის თაყვანისცემლებს აჩუქოს ეს დღე. მეორე ნაწილში კი როგორც წინასწარ ცხადდებოდა, გიგასთან ერთად სცენაზე ახლახანს ჩამოყალიბებული ორფეი ბენდიც გამოჩნდა, რომელმაც ცოცხალი აკომპანირება გაუწია გიგას სიმღერებს. იქ მისული საზოგადოება განსაკუთრებით ამ ნაწილით მოიხიბლა და მოსაზრება იმის შესახებ, რომ სპორტის სასახლეში ცოცხლად სიმღერა შესაძლებელია, სხვა რამდენიმე კოლეგის მსგავსად გიგამაც დაამტკიცა. კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ჩემს მენელს და მის საშუალება დღეს მომეცა და ძალიან კარგია და მე ამას გავაკეთებ ნამდვილად. დღევანდელ დღეს მაქსიმალურად დავიხარჯები და ვიქნები ის, ვინც ვარ, ანუ ვიქნები გიგა კვიანტაძე. ჩვენს დედაქალაქში პოპულარული ქართველი ადამიანების ვარსკვლავების გახსნამ ამ ბოლო დროს ისეთი ტემპები აიღო, შესაძლოა სულ მალე ჰოლივუდში გახსნილ ვარსკვლავთა რიცხვსაც კი გაუტოლდეს. თუმცა ეს საკმაოდ სანახაობრივი ღონისძიება ქართული საზოგადოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა და ინტერესიც საკმაოდ დიდია. მით უმეტეს, როცა საქმე იმ ადამიანებს ეხება, ვინც ქართულ ხელოვნებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. ამჯერად თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, კინოთეატრ რუსთაველის წინ და არა დიდ საკონცერტო დარბაზთან, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ქართული კინოს თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი და სამამულო კინემატოგრაფის ულამაზეს ქალბატონად აღიარებული მსახიობის ნატო აჩნაძის 100 წლის იუბილე საკმაოდ თანამედროვე გზით აღნიშნა. რიგით მეცხრე ვარსკვლავის გახსნას ოთარ შამათავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება უძღოდა წინ, რომელიც მსახიობის ცხოვრებაზეა შექმნილი. მინდა სამომკვე თვალა არ მინდა მოგაშორეთ ღარიბკერა არ მინდა აღფრთოვანებული ვიცა ვარ რომ გაიხსნა ნატო დიდი ხანია ამის ღირსი იყო კი იყო ვარსკვლავი მაგრამ ყველაზე ადრე უნდა ყოფილიყო ეს ნატო ბაჩნაძე რომ დიდი საოცარი დიდი პიროვნება იყო საქართველოსთვის ულამაზესი ქალი თანაც და ტიპიური ქართველი ქალი ორმა ახალგაზრდა შემოქმედმა და ამავე დროს დიდი ხნის მეგობრებმა, ნიკა კაჩაროვმა და ირაკლი ჩხიკვაძემ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად საკუთარ პროექტებზე დაიწყეს მუშაობა. ნიკამ ახალი სიმღერა დაწერა, რომელიც რიგით მეორე ქართული სიმღერაა მის შემოქმედებაში. ხოლო ირაკლიმ გადაღებები დაიწყო ფილმისა განკუთვნილია დასანგრევად, რომელიც ტენესი უილიამსის პიესის მიხედვით იქნება შექმნილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ნიკას სიმღერა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ირაკლის ფილმისათვის. ამიტომ ისინი ახლა ერთად მუშაობენ სიმღერაზე, რომელიც ფონად დაედება ახალ მხატვრულ ფილმს. ტექსტს წერთ მუსიკისთვის, ირაკლის ფილმისთვის რა. რამდენადაც ვიცი რა ფილმი თავდება ამ მუსიკით რა. შუაში სწავლობთ იქნება რაღაცები. ეს იქნება ალბათ ერთ თვეში უკვე მზად იქნება თავიდან ბოლომდე. ისი იმედიც მაქვს თუ ამით შეგვიწყო ხელი და თუ ჩვენ არ დავიზარეთ და თუ ესე ორი კუპლეტი დავზარეთ და თუ რაღაცა სხვა არ ვქენით. ფილმი უფრო ისეთია, მე მგონი, რამდენიც მე გავიგე უფრო რომანტიკა, სიყვარული, გაგება რაღაცა და არა ხტუნაობა და ამქიდან გამომდინარე რაღაცა ისეთი უნდა იყოს რა ქვია. პირიქით რა, რბილი უნდა იყოს.
მოსკოვური აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებიდან დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე საკუთარ ქალაქში, საკუთარ სახელოსნოს არანაკლებ აქტიურად უბრუნდება. და ამჟამად 2005-2006 წლის ზამთრის კოლექციაზე მუშაობს. ავთანდილისეული სტილი არის პრაქტიკული, თანამედროვე და რაც მთავარია ახალგაზრდულ სპორტული. დიზაინერი აბათილებს მოსაზრებას, რომელიც მისი წარმატებული მოსკოვური ჩვენების შემდეგ გაჩნდა. და დარწმუნებით აცხადებს, რომ საქართველოსთან წასვლას არ აპირებს. დროის უმეტეს ნაწილს კი ქართულ მომხმარებელს დაუთმობს. მათ, ვისაც ავთანდილის სტილი და ფორმა მოსწონთ. მოკლედ, დიზაინერი მომავალი ზამთრისთვის ასეთი ქურთუკების ვარიანტებს გვთავაზობს, რომლებიც საკმაოდ მისაღები და მოსაწონი აღმოჩნდა მათთვის, ვინც უკვე ნახა და მოისინჯა კიდეც. ეს არის კოლექცია დღევანდელი ახალგაზრდობისთვის ფერადი ქურთუკები, რომლებიც არის მათბუნებელზე დადებული აბრეშუმი და ატლასი, რომელიც საკმაოდ ძვირფასი ქსოვილით არის და ბეწვით არის გაწყობილი. ეს არის კოლექცია, რომელიც არის გათვლილი აი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უყვარს ავთანდილის ფირმა, ამ ახალგაზრდებზე და მინდა უბრალოდ გავახარო ჩემი თბილისელი მყიდველი, იმით რომ მე თავიდან ბოლომდე თბილისში ვარ და ვაკეთებ და ვმუშაობ თბილისისთვის. სათამუნე ვეთვლი რა თუნდაც ეს ფერი რაღაცა ძალიან ლამაზია, ну ამას შუა ზამთარში შეიძლება ვერ ჩაიცვა, მაგრამ აი ეხლა მე მგონი ძალიან აქტუალურია ეს კურტკა, მე ძალიან მომეწონა, ფერიც ძალიან ლამაზია. ყველა კოლექციით რაღაცა ლამაზია განსხვავებული, რაღაცა სითბოა, აი ქალებისთვის ძალიან ქალურია, აი ყველა შტრიხი ძალიან ესე ქალურად მეტყველებს მის სამოსებში. არის რაღაცა ისეთი განსხვავებული წინა კოლექციებიდან, ფერებია მართლა თქვენ თვითონ ხედავთ ძალიან ხალისიანი და მე მგონი რაღაცა მეტი სიხალისე დაეტყო ავთოს კოლექციას. ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი კოლექცია ფართო საზოგადოებამდე ოპერატიულად მიიტანონ. ამ სფეროში ჩვენს დედაქალაქში ამ ბოლო დროს გამოცოცხლება აშკარად შესამჩნევი გახდა. და უფრო მეტიც, ქართულ სამოდელო ბაზარზე არაერთი სააგენტო თუ სამოდელო სახლი გაჩნდა. თუ რა განვითარების ეტაპს გადიან დამწყები დიზაინერები, როგორია მათი ხედვა და გემოვნება, ეს საუკეთესოდ მათივე ჩვენებებში ჩანს, რომელთა შეფასებაც პროფესიონალების გარდა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც სისტემატურად ადევნებს თვალს საკუთარ გარდერობს. 18 ნოემბერს Night Club-ში ორმა დამწყებმა დიზაინერმა, თამუნა ნიაურმა და მაია ცქვიტაიამ საკუთარი კოსტიუმების ჩვენება გამართეს. მაიამ საზოგადოებას თავისუფალ თემაზე შექმნილი კოლექცია წარუდგინა. ყოველდღიური ტანსაცმელი არ მინდა ვშექმნე, მინდა რაღაცა ცოტა განსხვავებული და რაღაცა უფრო გავაკეთე აქცენტი შავზე. არ მინდოდა, იმიტომ რომ სულ მუქი ფერები, სადაც გაიხედავ ქალაქში ყველგან მუქი და გავაკეთე რაღაც ისეთი, რომ აი რაღაც მაინც ყვიროდეს, მუქი, მაგრამ მაინც ყვიროდეს. რაც შეეხება თამუნა ნიაურს, მან გადაწყვიტა ჩვენებაზე ის კოლექცია გამოეტანა, რომელსაც მონაწილეობა კონკურს სილუეტში მიიღო. ეს არის ქართულ მოტივებზე შექმნილი კოსტიუმები, რომელსაც დიზაინერი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს კოლექცია დიდი ხანი არ გამიტანია, მხოლოდ ერთხელ მქონდა ნაჩვენები, ისიც კონკურსზე მიიღე მონაწილეობა რუსული სილუეტი. და ძალიან გამიხარდა, რომ ისევ ჩავები აქტიურად ამ სამოდელო საქმეში. და მომავალში ალბათ ვაპირებ ახალი კოლექციის შექმნას, ისევ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას.